მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს გიბრუნდებით მორიგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეპიზოდით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აზერბაიჯანზე. კერძოდ ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე და ბოლოდროინდელ დაძაბულობაზე, ასევე ვისაუბრებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეცვლილ ვითარებაზე, ვისაუბრებთ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დათბობაზე და ვისაუბრებთ ზოგადად რეგიონში სიტუაციაზე და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენზე და ჩვენს რეგიონზე. დღეს ჩვენი სტუმარია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ბატონი ქამრან მამედოვი. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება, ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. და დიდი მადლობა ქამრან სტუმრობისთვის. ვფიქრობ, ყველა ეპიზოდს ერთი საერთო აქვს, რომ ვცდილობთ კონტექსტი შევქმნათ ხოლმე, მაყურებელს აუხსნათ კონკრეტულად იმ თემაზე, რაზეც ვსაუბრობთ, რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი და რატო ვამახვილებთ ყურადღებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქაც დავიწყოთ კონტექსტით და დავიწყოთ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებით. ანუ ეხლა ვუყურებთ, რომ ურთიერთობები მწვავდება, ყოველდღიურ რეჟიმში მოდის ინფორმაციები, რომ რაღაც გარკვეული ქმედებები ხდება ორივე ქვეყნის მხრიდან და საინტერესოა ზოგადად შორიდან დავიწყოთ ცოტა, რა ურთიერთობები ქონდა აზერბაიჯანს რუსეთთან და რამ შეცვალა ეს ურთიერთობები? პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო ურთიერთობები ახასიათებს ზოგადად რუსეთსა და აზერბაიჯანს. ეს ერთის მხრივ მოკავშირეები არ არიან როგორც ასეთი, თუმცა არც არიან მტრები. თუმცა როგორც ხედავთ მთელი ეს წლები, ხო, რაც ჩვენმა რეგიონმა დამოუკიდებლობა მიიღო, ძალიან რთულად ვითარდებოდა და ძალიან დინამიური იყო ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, გათვალისწინებით მათ პირდაპირ ურთიერთობებს, ან რუსეთს, აზერბაიჯანის და ზოგადად მთლიანად რეგიონულ კონტექსტში თუ ავიღებთ, იმიტომ რომ ცალკე მაინც ვერ განეხილავ, რადგან არსებობს საქართველოს ფაქტორი, არსებობს სომხეთის ფაქტორი და ცალკე სომხეთ-აზერბაიჯანის ფაქტორი, სადაც რუსეთი იყო ერთ-ერთი მთავარი აქტორი მათ ურთიერთობებში. ხო, ნუ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მიღებიდან შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს პროცესები ხო ქვეყანაში რაც მიმდინარეობს, ძალიან წააგავს ქართულ რეალობას, რადგან იქაც იყო აი ეს მოძრაობა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა და იგივე სცენარით განვითარდა, შეგვიძლია თქვა, ჩვენთან თუ იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს კრიზისები, მან ჩადეს ეს ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც შემდგომ გაიყინა და წლებია ორ სახელმწიფოს უქმნიდა ძალიან დიდ პრობლემას და იმ ჭაობიდან რეალურად ვერც აზერბაიჯანული და ვერც სომხური საზოგადოება ვერ გამოდიოდა და ამას რუსეთი ყოველთვის იყენებდა როგორც ძალიან ისეთ კარგ ბერკეტს და მათზე ახდენდა გავლენას. ეს ეკონომიკური ურთიერთობა იქნება სამხედრო თვალსაზრისით თუ სხვა სფერო, რაც მოკლედ ამ ურთიერთობებს ახასიათებს. ამ ბოლო დროს, რასაც უყურებთ, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო ცოტა ისეთი, თქვათ, თამამი ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან მიმართებაში. აზერბაიჯანი აღარ არის სახელმწიფო, რომელიც იყო, თქვათ, 30 წლის წინ, რომელიც ომიდან დამარცხებული გამოვიდა და ქვეყანაში ჰქონდა არეულობა. ეს, ამას ისიც აძლიერებს, ილჰამ ალიევის ფაქტორიც აძლიერებს, რაც არ უნდა ვამბობდეთ ილჰამ ალიევზე, ის არის ავტოკრატი, დიქტატორი და ასე შემდეგ. ეს გავრცელებული მოსაზრება მის პიროვნების შესახებ. ფაქტია, რომ ძალიან კარგი პოლიტიკოსია, ძლიერი დიპლომატია და მისი პოლიტიკა არის თანმიმდევრული და ეს რაც მამამისი გარდაიცვალა და ის ჩაუდგა ქვეყნის სათავეს, ცდილობს, რომ ეს თანმიმდევრული პოლიტიკა გაატაროს, არ იყოს ზედმეტად ემოციური და ამავე დროს აი ამ რეგიონალურ ძლიერ სახელმწიფოებსაც რეალურად არ უთმობს, ხო, იმიტომ რომ ცალკე არსებობს რუსეთის ფაქტორი, ირანის ფაქტორი, რომელიც ასევე ცდილობს რაღაც უხეშად ჩაერიოს აზერბაიჯანის შიდა საქმეებში და თავისი პროქსი ძალებით, რომელიც რეალურად ადგილზე ყავს
და ცალკე არის ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც 90-იანებში როგორც ასეთი არ იყო, არ არსებობდა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ არის ორი მოკავშირეები არიან, ძალიან ძლიერი პარტნიორები არიან და შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ნატოს ხოლგის ქვეშ არის აზერბაიჯანი, რადგან თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის აქ არის ხელმოწერილი შუშას დეკლარაცია და რეალურად მეხუთე პუნქტის როლს ასრულებს ეს. ხო, ანუ აზერბაიჯანზე თავდასხმა, თურქეთზე თავდასხმა აღიქვება. კი, და პირიქით, ანუ თურქეთზე თავდასხმის შემთხვევაში აზერბაიჯანი მზად არის გამოიყვანოს თავისი ჯარი სახმელეთო საერთო ასე შემდეგ და ჩაებას ომში. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც შენ თქვი, ბალანსის პოლიტიკა ჰქონდა აღებული აზერბაიჯანს პრაქტიკულად რუსეთთან აბალანსებდა სიტუაციას ჩვენ სომხეთზე რო გავაკეთეთ გიორგი ტუმასიანი როცა საუბრობდა თვითონ ყარაბაღის კონფლიქტზე მე შეიძლება თავისუფლად გადაამოწმოს ნებისმიერმა ეს ინფორმაცია რომ ერთ-ერთი უმსხვილესი შემწყიდველი იყო რუსული იარაღის მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირე არის, კუხოში ერთად არიან, რუსეთს ვალდებულება აქვს აღებული, რომ სომხეთი უნდა დაიცვას გარე საფრთხეებისგან, ის ამ პერიოდში აწვდიდა ძალიან მნიშვნელოვანი იარაღს, 60% თუ არ ვცდები, იარაღის 60% რაც აზერბაიჯანის განკარგულებაში არის, რუსეთიდან არის. უმსხვილესი პარტნიორი იყო. კი ბატონო, უმსხვილესი პარტნიორი იყო. ანუ ეს ბალანსის პოლიტიკა ძალიან კარგად მოქმედებდა. ასევე ჩვენ ვიცით, როდესაც ირანზე გავაკეთეთ ეპიზოდი, რომ ირანს ეთნიკური უმცირესობა ყავს აზერბაიჯანელების თვალსა 10 მილიონი 30 მილიონი ბოდიში 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში. აქაც კონკრეტული პრობლემები არის და აქაც ცდილობს რაღაც ბალანსის პოლიტიკის შენარჩუნებას და ჩვენ ახლა ვუყურებთ, რომ რუსეთთან საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთობა. დაიძაბა ურთიერთობა ისეც კი, როდესაც რუსი პროპაგანდისტები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში აზერბაიჯანის დასჯას მოითხოვენ სამხედროს დაბომბვას. ეს ახლა ძალიან გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ რუსი პროპაგანდისტები ბოლო 3 წლის განმავლობაში მიეჩვევნენ, რომ აღარ აქვს აზრია, რომ ყველა თბილისზეც რამდენჯერმე ითქვა, რომ დაუბომბოთო ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რაღაცა სახით რუსული ინტერესების წინააღმდეგ წავა, ყველას დაბომბვით იმუქრებიან. მაგრამ ეს ცოტა სხვა რეჟიმში გადავიდა. არ არის ეს მხოლოდ პროპაგანდისტები, რასაც ამბობენ, ჩართული არის სხვადასხვა სპეცსამსახურები, კეთდება განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. ამიტომ ძალიან საინტერესოა როგორ მივედით ამ ეტაპამდე, რომ ბალანსის პოლიტიკიდან ალიევი გადავიდა უკვე ღია დაპირისპირებაზე რუსეთთან. ხო, იმით დავიწყებ, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა ყოველთვის განსხვავდებოდა საქართველოს და სომხეთის საგარეო პოლიტიკისგან. თუ აქამდე, ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხეთს პრორუსული პოზიცია ჰქონდა და საქართველოს პირიქით პროევროპული და ჩვენი მთავარი მიზანი იყო ევროატლანტიკურ სივრცეებში გაწევრიანება, აზერბაიჯანში პირიქით უფრო ნეიტრალიტეტს აწვებოდნენ და მრავალვექტორულ პოლიტიკას, რაც გულისხმობდა ყველა რეგიონალურ აქტორთან და არა მარტო რეგიონალურ, საერთაშორისო აქტორებთანაც თანამშრომლობას, ხო, მაგიტო იყო, რომ რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობები ჰქონდა, ცალკე თურქეთი ზურგს უმაგრებდა სამხედრო თვალსაზრისით და არა მხოლოდ ირანთანაც ცდილობდა დააბალანსოს ურთიერთობები, ჩინეთის ფაქტორიც არის, იმიტომ რომ middle corridor-ის ფაქტორი ძალიან კი შუადერეფანიან შუა კორიდორი, როგორ არის სწორი, არ ვიცი. ხო, თუმცა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ასე ვთქვათ სისტემაში აზერბაიჯანული მხარე ლავირებდა და ყველა მხარესთან თავისებურად თანამშრომლობდა. ურთიერთობები დაიძაბა უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩამოაგდო აზალის თვითნავი მახაჩკალაში და რომელიც საბოლოოდ ყაზახეთში ჩამოვარდა. მაგაზე არაც დიდი ხანია პასუხისგებლობას არ იღებდნენ, სულ რაღაცებს მოიფიქრებდნენ, ხან ვიზბრალი აღწან უკრაინელებსაც დააბრალეს, მერე კიდევ ვიღაცებს დააბრალეს და ელემენტარული ბოდიშის მოხდა და კომპენსაციების გადახდას თავს არიდებდნენ და დღემდე თუ არ მეშლება დღემდე არ ამბობენ პირიქით ხან რას იმიზეზებენ ხან რა ტყუილს ყვებიან. საერთოდ რუსეთის პოლიტიკა ეგეთი, შიდა პოლიტიკას და საგარეოც თუ ავიღოთ, ყოველთვის თავის ეგრეთ წოდებულ მოკავშირეებს, ხო, საბჭოთა სსრგ-ის ყოფილ ქვეყნებსთანაც ეგეთი ურთიერთობა აქვს. ჯერ რაღაც დაძაბავს ურთიერთობას და მერე ნელ-ნელა ცდილობს ეს ურთიერთობა დაალაგოს და
და ამით უნდა რომ აჩვენოს რომ აი მე ძლიერი ვარ და რასაც მინდა იმის გაკეთება შემიძლია და შენ უნდა ეს მიიღო როგორც ფაქტი. ხო და ეს ხდებოდა მასე, თუმცა უკრაინის ომის შემდეგ ჩვენ დავინახეთ რომ რუსეთი ძალიან დასუსტდა და უკვე აღარ შეუძლია ასე მწვავე დაპირისპირებაზე წასვლა და შესაბამისად აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც და სხვა სახელმწიფოებშიც ამას ხედავენ და უკვე ცდილობენ იმ რუსულ კლანჭებიდან ასე ვთქვათ გამოსვლას ცდილობენ და აი ესეთ ბოლომდე წავიდა რა ილჰამ ალიევი ამ შემთხვევაში თან უკვე ამის შესაძლებლობაც აქვს მაგას გამომდინარე იქიდან რომ მას სურს უმაგრებს თურქეთი და რეგიონში ახლა ჩვენი რეგიონი ცალკე რო ავიღოთ აზერბაიჯანი ახლა არის უძლიერესი სახელმწიფო ყველა ფაქტორი თუ ეკონომიკური იქნება სამხედრო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ძალიან საინტერესო არის რომ თვითონ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ძალიან დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმიჯზე და სხვა ქვეყნების დამოკიდებულებაზე რუსეთისადმი იმიტომ რომ მთელი რუსეთის იმიჯი იყო აწყობილი სამხედრო უძლეველობაზე და ჩვენ ვართ უკვე ომის როგორც თვითონ ეძახიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის მეოთხე წელში როდესაც უკვე ყველა საერთაშორისო დაზვერვის სამსახურის მიერ მილიონზე მეტი დანაკარგი აქვს უკვე რუსეთს აღებული და ამას ხედავს აბსოლუტურად ყველა. კიდევ ერთი რაც მე მახსენდება ალიევს რაც შეეხება ალიევმა ჩემი აზრით და იმ ინფორმაციით რაც გვაქვს ყველაზე კარგად იცის რუსეთის დამოკიდებულება მოკავშირეებისადმი, იმიტომ რომ რუსეთი აქტიურად იყენებდა ალიევს სომხეთის დასასჯელად სომხეთში რევოლუციის შემდეგ. ამიტომ მას ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს წესით გააზრებული, როგორ ეპყრობა რუსეთი საკუთარ მოკავშირეებს და ესეც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი იმაში, რომ ის მოიქცა ისე როგორც მოიქცა. თუმცა აი რუსეთის აი ეს ქცევა ხო, სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში ზუსტად იმ ჩარჩოში ვერ ჩაჯდა, როგორც რუსეთს სურდა, ხო? რუსეთის მიზანი იყო, საერთაშორისო ფაქტორებმაც დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ ამერიკაში იყო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი და ამერიკას რეალურად ჩვენი რეგიონისთვის არ ეცალა, იყო პანდემია და ყველა იყო დაკავებული ამ პრობლემით და რუსეთის კი მიზანი იყო რომ ამ ომის იქნებოდა დაიწყებოდა ომი და აზერბაიჯანი დაიბრუნებდა იმ 5 რეგიონს რომელიც ყარაბაღის გარშემო არის თუმცა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნება მას არ სურდა ეგ იყო ლავროვის გეგმა თუ არ მეშლება ეგრეთ წოდებული ლავროვის გეგმა კი მიზანი იყო იმ 5 რეგიონის დაბრუნება და შემდგომ უკვე ყარაბაღის საქმეზე მსჯელობა მოლაპარაკებები და ამით ფაშინიანის დასჯა და მოსახლეობისთვის იმის ჩვენება რომ აი ეს პიროვნება ვერაფერს ვერ აკეთებს და აუცილებელი არის მისი მოშორება რევოლუციით ან სხვა სცენარით. რეალურად ესეც არ გამოუვიდათ. აზერბაიჯანმა ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იმოქმედა, იგივე შუშას აღება, რასაც მე ვუყურებ და ვაკვირდები, არ იყო რუსეთის გეგმაში, მათ არ უნდათ რომ აზერბაიჯანს აიღო ქალაქი შუშა, თუმცა ეს რუკასაც დააკვირდებით, გარშემო იყო რაღაც ტერიტორიები აღებული და გაჭრილი ქონდა გზა შუშამდე. სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო რაღაც სასწაული მოხდენილი. ხო და გეგმები მთლიანად შემიძლია თქვა რომ ჩაეშალა და შემდგომ კიდე უკრაინაში აი ამ მარცხმა რეალურად ეგ მარცხია რუსეთის ეს უცნაური კამპანია მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკაც და კრემლის გეგმებიც. კი ბატონო. აზერბაიჯანმა შეიძლება ითქვას რომ სისუსტე იგრძნო რუსეთში და გეგმას გადაუხვია და რუსეთის გეგმა რატო არ იყო შუშაში შესვლა, იმიტომ რომ ამ მთლიანად ყარაბაღის დაბრუნებით რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში, ის აღარ არის მედიატორი, აღარავის აღარ ჭირდება იმ რეგიონში და ამას თუ არ ვწდები აზერბაიჯანის მხრიდან ისიც მოყვა, რომ ისინი დათანხმდნენ დასავლურ წარმომადგენლობაზე იქ, ხო? ევროკავშირის სომხეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული ევროკავშირის წარმომადგენლები. და ეს მოხდა აზერბაიჯანის მხარდაჭერითაც, ხო? თანხმობით ასეთი, ვთქვათ, ჩუმი თანხმობით. ხო, ჩუმი თანხმობით, პრაქტიკულად მათ ჩუმი თანხმობა მისცეს რუსეთის სამშვიდობო მისიის გასვლას და უკვე დასავლური წარმომადგენლობის ჩასმას, ასე ვთქვათ, რეგიონში და შეიძლება თუ არა ეს ყოფილიყო იმ ყველაფრის წინაპირობა, რაც ეხლა მოხდა, ეხლა ხდება აზერბაიჯანში. თუ ეს არის უბრალოდ ლოკალური რაღაც დაპირისპირება ორ რეჟიმს შორის გაუგებრობა არის თუ რამე უფრო ფართოს ნაწილში. იმასაც დავამატებ, რომ
როცა ეს ყარაბაღში ეს მოვლენები დამთავრდა და აზერბაიჯანმა გამოაცხადა გამარჯვება და რაღაც პერიოდი გადის და რუსეთიდან ჩამოდის ყარაბაღში, სანამ იქ ცხოვრობდნენ ადგილობრივი სომხები, რუბენ ვარდანიანი. ძალიან საინტერესო ფაქტორია, რადგან რუბენ ვარდანიანის გამოყენებით მოსკოვი ცდილობდა რაღაცნაირად ყარაბაღისთვის ლეგიტიმურობის მიცემას. რუბენ ვარდანიანი რუსი ბიზნესმენია, ეთნიკურად სომეხი, თუმცა მას ძალიან კარგად იცნობენ დასავლეთში, ევროკავშირში, ამერიკაში, მას სხვადასხვა ბიზნესები აქვს და ასე შემდეგ. და ხშირად გამოდიოდა მედიაში და ადანაშაულებდა აზერბაიჯანს, რომ ისინი ადგილზე გენოციდს აწყობენ და სომხებს ხოცავენ, რაც სისულელე იყო და აბსურდი. უბრალოდ რუსების მიერ ადგილზე ჩასმული აგენტი იყო, ასე ვთქვათ, და ის სპეცოპერაციაც, რაც 23 საათი გაგრძელდა, რეალურად მიზნად ისახავდა რუსეთის საბოლოო ჩამოშორებას ყარაბაღიდან და აი ამ კრიმინალების რუბენ ვარდანიანის შემთხვევაში და სხვა კრიმინალების ჩათვლით მათი დაკავება და მთლიანად ყარაბაღის საკითხის დასრულებას რა. და რეალურად ესე მოექცა აზერბაიჯანმა 23 საათში წერტილი დასვა. კი ბატონო. ამჟამად ციხეში იმყოფება ვარდანიანი. რუსებმა დაიჭერეს თუ არა, აზერბაიჯანშია პატარა. აზერბაიჯანშია ციხეში გასაგები. ხო, და რაც შეეხება ამ დაპირისპირებას მაგას უნდა უყუროთ უფრო რეგიონალურ კონტექსტში, ხო ეს ცალკე აღებული ეპიზოდი ორ სახელმწიფოს შორის არ არის. იმიტომ რომ რუსეთი და ირანი ხედავენ რომ მათი პოზიციები ძალიან დასუსტა რეგიონში, მას შემდეგ კიდე რაც ისრაელმა აწარმოა ეს იერიშები ირანზე და მთლიანად ჩამოაშალა მუშაკთა კორპუსის სარდლობა, ანუ რეალურად აღარავინ აღარ ყავს მუშაკთა კორპუსს. იგივე რუსეთი, რომელიც უკრაინულ ფრონტზე ვერანაირ წინსვლას ვერ ახერხებს და ამით ისინი ცდილობენ რაღაცნაირად ყურადღების გადატანას სხვადასხვა რეგიონალურ დაპირისპირების კერებზე. იგივე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა ნიკოლ ფაშინიანი და ერთი დღით ადრე იყო ილჰამ ალიევი, ისიც საინტერესოა ვიზიტების თარიღები, ანუ ერთი დღე არის სხვაობა. და იქიდან ორივე ლიდერი ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. ფაშინიანმა სტამბულში ერდოღანს შეხვდა და გარდა ამისა ადგილობრივ სომხებს შეხვდა და იქაურ კათოლიკოსებსაც შეხვდა. და როგორც ჩანს, ეს შეხვედრები იყო ძალიან ნაყოფიერი ორივე მხარესთვის და ტვიტერზე გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ სამივე სახელმწიფო გამოთქვა მზადყოფნა, რომ ზანგეზურის დერეფანს გახსნიდნენ, თან იმის გათვალისწინებით, რომ კარნეგიზე დაიბეჭდა სტატია, რომ ამაში იქნებოდა ჩართული ევროკავშირი ან ამერიკა პირდაპირ. ანუ ზანგეზურის დერეფანში ლოჯისტიკაზე პასუხისმგებლობას აიღებდა ამერიკა და რითიც ტრამპი რეალურად არის დაინტერესებული. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკა დაინტერესებულია რეგიონში ფიზიკური წარმომადგენლობა ჰქონდეს. კი. თუნდაც ცირიბად. ძალიან ეს ოფიციალური ინფორმაცია, იმიტომ მე არ შემხვედრე ხო ძალიან მონიტორინგს არ ვაწარმოებ. ოფიციალური ინფორმაციას ვერ დავარქვევ, თუმცა ძალიან ბევრმა წყარომ დადო ეს ინფორმაცია და ტვიტერზეც ბევრგან გავრცელდა. ეს სტატია რაც ამერიკელებს ეხებოდა კარნეგიზე დაიბეჭდა და მანდ ახლა ფეიკებს არ ავრცელებენ, როგორც ვიცი. გასაგები. კი და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაც ნიშნავს, რომ მთლიანად თუ მოხდა საბოლოოდ აზერბაიჯანის და სომხეთის და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირება და დალაგება, საზღვრების გახსნას, საზღვრები გაიხსნება, გამოდის რომ რუსეთი და ირანი თამაშგარ რჩებიან და რეგიონში უფრო აქტიურად შემოდის დასავლეთი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის. თურქეთის თემას რო დაუბრუნდეთ, როგორ ფიქრობ, პაშინიანი და ალიევი შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში თუ მედიატორობის საშუალებით, ერდოღანის მედიატორობის საშუალებით მოხდა მოლაპარაკება? დიდი ალბათობით ერდოღანის მედიატორობა იყო მანდ უფრო და რასაც ვიცი, ამ თვის ბოლოში დუბაიში აპირებენ შეხვედრას ალიევი და პაშინიანი. უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ სტამბულში მოხდა ესე ეგრეთ წოდებული roadmap-ის შეჯამება მოხდა პოზიციების კი, იმიტომ რომ სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელს არ მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას სხვა ურთიერთობებზე და ზანგეზურის გახსნაზე ან სხვა რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ძალიან საინტერესო არის. ასევე მე ძალიან მაინტერესებს თვითონ აზერბაიჯანის როლი
ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში, იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელი, ასევე მას კასპიის ზღვის მეორე მხარეს მეზობლება, ასე ვთქვათ, ცენტრალური აზია, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გაზის და ნავთობის საბადოები არის და ცოტა იქით კიდე ჩინეთი არის, რომელიც დაინტერესებული არის ამ კორიდორით. აზერბაიჯანის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ასე ვთქვათ, თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი, სუფთა ნეიტრალიტეტს ამას ვერ დავარქმევთ, შეინარჩუნოს ძალიან მჭიდრო და ბალანსის პოლიტიკა სხვადასხვა რეგიონულ მოთამაშესთან. ეს არის ალიევის მხოლოდ ჭკვიანური პოლიტიკის შედეგი, თუ ეს ასევე გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც არის გამტკიცებული, რომ მას აქვს ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო, რაც რა თქმა უნდა სამხედრო გამომდინარეობს იმ ფინანსურ-ეკონომიკური შესაძლებლობებისგან და ასევე გეოპოლიტიკური როლი თავისი ნავთობით და კორიდორის თვალსაზრისით, თუ ეს არის უბრალოდ ძალიან ჭკვიანური პოლიტიკის შედეგი. ანუ ცალკე ვერც ერთ ფაქტორს ცალკე ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ამ არსებული ფაქტორების მიქსი და ბალანსი. იმიტომ რომ აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია რუკაზე, როგორც საქართველოს, იმიტომ რომ მეზობლები ვართ და ზუსტად ის მნიშვნელოვანი მაგისტრალები და მილსადენები და გასადენები, რაც არსებობს, ზუსტად ჩვენ რეგიონზე და ჩვენ სახელმწიფოებზე გადის. ეს ფაქტორია გეოპოლიტიკური და ცალსახად ილჰამ ალიევის ჭკვიანური და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკაც, რაც რეალურად ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული და დიდ როლს ასრულებს. ძალიან საინტერესო. კი. ეს კონფლიქტი ახლა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის რაც არის. შენი აზრით ეს არის მოკლევადიანი რაღაც კამათივით, თუ ეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივას შეიძლება გაგრძელდეს და ანუ საძირკველი ჩაუყაროს ამ ბალანსის პოლიტიკის დარღვევას აზერბაიჯანის მხრიდან და უფრო დასავლურ ბაზარზე გადაწყობას. საერთოდ ძალიან უცნაურად დაიწყო ეს კონფლიქტი. კი არსებობდა ორ ქვეყანას შორის რაღაც გაუგებრობები, თუმცა რატომ მოხდა ამ ადამიანების დაჭერა, დასჯა და ასეთი რაღაცების გაკეთება, უბრალოდ მე არ მესმის, ძალიან უცნაურად დაიწყო ეს ყველაფერი. მაყურებელს რო აუხსნათ, ანუ იქნებ ქრონოლოგია გავიაროთ, ანუ რა მოხდა, როგორ მოხდა? ეკატერინბურგში დაიჭერეს ორი ძმა, უბრალოდ გვარები არ მახსოვს. არ არის პრობლემა. ხო, და მათ ედავებიან, რომ 20 წლის წინ მათ რაღაც კრიმინალი ჰქონდა ჩადენილი და შესაბამისად გამოიძიეს და იმის საფუძველზე მათი დაჭერა მოხდა. თუმცა დაჭერასთან ერთად ისინი აწამეს და შედეგად ორივე გარდაიცვალა. თუმცა Facebook აცხადებს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა ორივე ეს ადამიანი, თუმცა შეინიშნებოდა, რომ მათზე ძალადობდნენ, ცემდნენ და უარესებსაც ჩადიოდნენ. აზერბაიჯანში ჩატარებულმა ექსპერტიზამ სხვა დასკვნა დატოვა. კი. და გარდა იმისა იყო კიდე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო დაჭერილი, აზერბაიჯანის წარმომადგენლები იყვნენ დაჭერილები, იგენიც ცემეს და აწამეს. რაზეც აზერბაიჯანის პასუხი იყო რუსი ჟურნალისტების დაჭერა და ესეც ძალის დემონსტრაცია იყო აზერბაიჯანის მხრიდან, რომ ისინი მედიის წინ გამოაჩინეს და ორივე იმ ადამიანს სახეზე ეტყობოდა, რომ იყვნენ ნაცემები. რეალურად მოსკოვს აჩვენეს, რომ თუ თქვენ ჩვენს მოქალაქეებს ან თანამემამულეებს ცემთ და აწამებთ, იგივეს გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, რაც რეალურად გააკეთეს. და ესე გაგრძელდა ეს. ახლა რასაც უყურებ ტელეგრამზე და ტვიტერზე ვრცელდება რაღაც პატარა ვიდეოები, სადაც მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ეთნიკურად აზერბაიჯანელებს დევნიან, მათ შეურაცხყოფას აყენებენ, ძირითადად ვინც ბაზრებში მუშაობს, ძალიან ცუდ რაღაცებს ეუბნებიან, აწამებენ, ცემენ, ცალკე Facebook მოდის ამ პოლიციის თანამშრომლები და რაც ხდებოდა 90-იანებში იგივეს ჩადიან ახლა. და აზერბაიჯანის პასუხი ამ ყველაფერზე რა არის? ხო, აზერბაიჯანის პასუხი ახლა ეს იყო რა, იმ ჟურნალისტების დაჭერა და რამდენიმე რუსი დაიჭერეს, ისიც აიტიშნიკიო თუ რაღაც ნარკომანია დააბრალეს, ვარიგებდნენ. რუსული კულტურის სახლების დახურვაც და რუსულენოვანი სკოლების აკრძალვაც. ოვერჩუკი ჩამოდიოდა სხვათა შორის ბაქოში, ეს შეხვედრა აზერბაიჯანმა გააუქმა. სკოლებზე ჯერ საბოლოოდ არ ვიცი რაზე ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ მანდაც ბუნდოვანია ცოტა, ისეთი ნიუსია რა. თუმცა ამის მედიაში გაშვება ძალიან დიდი დარტყმა არის რუსეთზე, იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს, რომ
ესეთ საკითხებს, როგორიც არის რუსული ენა, რუსული ლიტერატურა, რუსული სკოლა, ან რუსული სახლი, ხო, სადაც ხდება რუსული ინტერესების პროპაგანდირება და ესეთი soft power-ია თავისებური, ну მაგას ძალიან იცავს და ეს არის ჩვეულებრივი რუსეთის მიმართ ისეთი კარგად დაწყებული სპეცოპერაცია. რუსეთის წინააღმდეგ უბრალოდ აზერბაიჯანის მხრიდან. არსებობს თუ არა ეკონომიკური ან სამხედრო კონფლიქტის საფრთხე რეალური? სამხედრო კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არ ამგონია რომ რუსეთმა ასეთ გამწვევებაზე წავიდეს. თან არც ალია რეალურად ამის რესურსი არ გააჩნია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა ეკონომიკური შესაძლოა ვიღაცები ამბობდნენ რომ იქიდან განდევნიან აზერბაიჯანელებს და უკან გაუშვებენ ბაქოში და პირიქით აქედან აზერბაიჯან და რუსებს. ნუ ეგ ცოტა არარეალურია. შეიძლება რაღაც სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარონ და 500 ადამიანი ჩვენ გვაქვს მაგის გამოცდილება 2007-ში კი გამოაძევეს ქართველები თვითმფრინავებით, ამიტომ არაფერი გამორიცხული არ არის რუსეთის. შეიძლება რაღაც ძალის დემონსტრაცია გააკეთოს და აზერბაიჯანულ პროდუქციაზე რაღაც ემბარგო დაადოს, თუმცა იმის იქეთ ამ ეტაპზე არ მგონია რომ რაღაც უფრო სერიოზულ გამწვევებაზე წავიდეს. რადგან რუსეთსაც არ აწყობს ეკონომიკური თვალსაზრისით აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება სანქციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დიდი ვარიანტი მაინც არ გააჩნია ევროპული ბაზრებით დახურულია ისედაც. აზერბაიჯანის ახლანდელი განწყობა, ანტირუსული განწყობა და სომხეთში მიმდინარე მოვლენები, სადაც პაშინიანი პირდაპირ გაგებით კგბ-ს ქსელს ხურავს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში. პატრიარქი, სომეხი პატრიარქის მიმართულებით მიდის ძალიან სერიოზული ამბები. ჩვენ სომხეთზე როცა გავაკეთეთ გადაცემა ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ახლა აღარ ჩაუღრმავდები ამ თემას, მაგრამ ეს ქმნის თუ არა სიტუაციას, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი ძალიან დიდი ისტორიის განმავლობაში პირველად საერთო ინტერესების გარშემო არიან გაერთიანებულები და რა შეიძლება ეს ნიშნავდეს ჩვენი რეგიონისთვის? უიშვიათესი ეპიზოდია ჩვენი რეგიონის ისტორიაში, როცა აი სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ მხარეზე არიან რეალურად და ნუ ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ორივე მხარემ, რომ ახლო მომავალში ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას და დაასრულონ ეს ომი. ну რეალურად ხო, ну სანამ არ იქნება სამშვიდობო ის ხელშეკრულება დადებული, ოფიციალურად ომი მიმდინარეობს. ხო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას არც ერთმა მხარემ და ну რეგიონალურმა ძალებმაც ამისთვის დიდი სამუშაო უნდა ჩაატარონ. ეს იქნება ევროკავშირი, ამერიკა და თურქეთი მათ შორის. თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის რომ რაღაც ისეთ სერიოზულ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. კი ბატონო. რეგიონი არც ერთი რეგიონი. იმასაც დავამატებ, რომ ძალიან უცნაურად დაიწყო, ხო? თან საინტერესოა, რომ ერთდროულად დაიწყო, ხო, სომხეთში ეს მოვლენები, პაშინიანის წინააღმდეგ როცა წავიდა და გადატრიალებას, რასაც დაარქვეს და აზერბაიჯან-რუსეთის გამწვევება. ამბობენ, რომ რუსეთში არსებული კრემლის კოშკები ხო, ეგრეთ წოდებული კრემლის კოშკები ერთმანეთთან ვერ დაალაგდნენ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ეხება აზერბაიჯანს და სომხეთს და შესაბამისად ასეთი ქაოსი წარმოიშვა რეგიონში. კი, კრემლის კოშკებს რაც შეეხება, შიგნით აშკარაა, რომ სერიოზული დაძაბულობები არის თვითონ რუსეთში. თავდაცვა ერთმანეთში არის სერიოზული ბრძოლები, ეს შეიძლება არ ჩანდეს ესე აქტიურად ახალამდებში ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ იმ გადანაცვლებებით რაც გააკეთა პუტინმა, მაგალითად შოიგუს მოხსნით და ბელოუსოვის დანიშვნით და FSB-ს ჩავარდნები რაც იყო კროკუსის საქმე და უკრაინაში შესვლის საქმე, ესენი ერთმანეთთან ეს არ ხდება ხოლმე რა კავშირის გარეშე. მათ შორის ვაგნერის ამბავი, როდესაც ვაგნერმა მოსკოვზე გაილაშქრა, ეს ელემენტარული ინდიკატორები არის იმისი, რომ სერიოზული დაძაბულობა არის და შეიძლება ჩვენი რეგიონიც ამ დაძაბულობის ფარგლებში ხდება აქაც გადალაგება. სხვათა შორის კროკუსი ეკუთვნის აზერბაიჯანელს, რომელიც ილჰამ ალიევის ყოფილი სიძეა. ძალიან საინტერესო. ანუ ესეც ძალიან საინტერესო, აქ რაღაც საერთო რაღაცების მონახვა. კი, ბევრი საერთო საინტერესო კონსპირაციის თეორიის ეგ ბიზნესი აგალავროვებს ეკუთვნის და ძალიან სერიოზული ბიზნესმენია რუსეთში. საინტერესო, ეს კონსპირაციის თეორიების მოყვარულებს ძალიან დაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ.
რეგიონი ზოგადად არც ერთი რეგიონი დედამიწაზე არ არსებობს ძალის ვაკუუმის პირობებში. იქ ყოველთვის რაღაც გავლენა არის და ის გავლენა თუ გადის რეგიონიდან, შემოდის რაღაც სხვა. რუსეთს ეს დაემართა ძალიან მარტივად, როგორც კი შესუსტდა რუსეთის გავლენები ცენტრალურ აზიაში, იმ წამსვე ჩინეთმა ჩაანაცვლა თავისი გავლენებით და ჩვენ ვნახეთ პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, როცა მიმდინარეობდა, ამ პერიოდში ცენტრალური აზიის და ჩინეთის ურთიერთობები უფრო ღრმავდებოდა და ერთმანეთთან უფრო მყარ კავშირში იყვნენ. შენ როგორც თქვი, აზერბაიჯანი არის რეგიონში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე. ჩვენ სამ ქვეყანას თუ საქართველოს, სომხეთ, აზერბაიჯანს თუ ავიღებთ და რუსეთს და თურქეთს და ირანს ცოტა გვერდზე გავწევთ, ჩვენ სამ შორის ყველაზე ძლიერი არის და ამჟამად ეგრე არის და აქვს სრული გადაწყვეტილების უნარი, რომ გავლენა იქონიას ვინ ჩაანაცვლებს რეგიონში იმ ძალას, რომელიც შეიძლება განდევნილი იყოს. როგორ ფიქრობ, აზერბაიჯანის ინტერესებში რომელი ძალების შემოყვანა არის რეგიონში? იქნება ეს ჩინეთი, ევროკავშირი, ამერიკა თუ ასე შემდეგ? ნუ ესე კონკრეტულად ვიღაცის შემოყვანა არ ამგონია, რომ აინტერესებდეს. უბრალოდ აზერბაიჯანის სპეციფიკიდან და საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, ქვეყანა იქცევა აი ასე, რომ აი ცდილობს, რომ ყველა სახელმწიფოსთან, ძლიერ სახელმწიფოსთან კონდეს ორმხრივი და სტაბილური ურთიერთობები, რასაც ქვია, ხო? იგივე თურქეთთან, ევროკავშირთან, კი ევროკავშირი აკრიტიკებს ხშირად აზერბაიჯანს, რაღაც სანქციებსაც აწესებენ, თუმცა მეორე დღეს ურსულა ფონ დერ ლეენი ჩამოდის ბაქოში და ილჰამ ალიევთან ძალიან ისეთ ნაყოფიერ შეხვედრებს მართავს, ხო? ანუ ეს მეორე მხარესაც აქვს ამას. ხო, იგივე რაც ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ხო? ცენტრალური აზიის და აზერბაიჯანის ნავთობი ჩვენი მილსადენებით მიდის ევროკავშირში, ხო? ან შავი ზღვით, ან თურქეთის გავლით. და შესაბამისად რაღაც კონკრეტული ერთი ძალის შემოყვანა არ ამგონია, რომ ვიღაცას აინტერესებდეს, ან მქონდეს ინტერესებში. იგივე თურქეთსაც ეს ეხება, ხო? თურქეთს არ სურს, რომ მთლიანად მოხდეს რუსეთის განდევნა რეგიონიდან. კი იყოს, ოღონდ ისეთი ძლიერი არა, როგორც იყო მანამდე. თუმცა რუსულ ფაქტორს მაინც ითვალისწინებენ. თურქეთს რის ეშინია რუსეთის განდევნა, რა ნეგატივს აძლევს თურქეთს? დასავლეთთან რომ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები, ანუ ბოლომდე არ არის, ანუ გაუგებარია, მოკავშირეები არიან თუ მტრები, იმიტომ რომ კი ეხლა რაც უკრაინაში დაიწყო, ხო, ომი, დასავლეთთან რაღაც ურთიერთობების შერბილება მოხდა, იგივე ბაირაქტარების საკითხიც, ხო, იტალიურმა ლეონარდომ დაიწყო თანამშრომლობა ბაიკართან და ძალიან კარგ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. ცალკე ტრამპის ფაქტორია, რომელიც ერდოღანზე ამბობს, რომ ის ჩემი მეგობარია და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ბუნდოვანია ამ აქტორებს შორის ურთიერთობა თურქეთსა და ცალკე ამერიკას და თურქეთსა და ევროკავშირს შორის. და ამიტომ თურქეთი ცდილობს, რომ აი იმ პოლუსებს შორის ურთიერთობები დააბალანსოს, ხო, იგივე როგორც აზერბაიჯანი. საინტერესო. მოდი ისე ახლა დაუბრუნდეთ რა გადავიდეთ უფრო თურქეთის ფაქტორზე, როგორც შენ თქვი, ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, ეს არ არის რაღაც ერთი ეპიზოდი ორ ქვეყანას შორის, ეს უფრო რეგიონალურ ჭრილში არის და აქ შეუძლებელია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის კონფლიქტი რეგიონულ ჭრილში იყოს და აქ თურქეთს რაღაც ინტერესები არ ქონდეს და კონკრეტული ხედვები და გეგმები. რა როლი აქვს თურქეთს ამ ყველაფერში? თურქეთის როლი, ანუ თურქეთი ცდილობს, რომ ეხლა იგივე ჩამოყალიბდეს როგორც ეკონომიკური და ენერგოჰაბი რეგიონში. ეს არის რასაც უყურებ ეს წლები ერდოღანის და მისი გუნდის ყველაზე მთავარი მიზანი. იგივე რუსეთიდანაც მიღებულ გაზს ყიდიდან ევროპაზე. აზერბაიჯანიდან მიღებულ, ირანიდან მიღებულ და რაღაც ცდილობენ რომ ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო? ცალკე უნდა ავიღოთ middle corridor-ის, ანუ ცენტრალური დერეფნის ფაქტორი, ხო? მაგხრივ ძალიან ბევრი მუშაობები მიმდინარეობს, როგორც ორმხრივი, ისევე მრავალმხრივი, ცალკე აზერბაიჯანთან, საქართველოს რა თქმა უნდა არის ამაში ჩართული და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. იგივე ზანგეზურის კორიდორიც
ამას ითვალისწინებს, რაც უფრო გაამარტივებს პროდუქციის და ენერგორესურსების ტრანსპორტირებას აზიიდან ევროკავშირში და აქ ცენტრალურ როლს, რა თქმა უნდა, ითამაშებს როგორც ჩვენი რეგიონი, ასევე თურქეთი, იმიტომ რომ თურქეთის გარეშე ამ პროექტების შესრულება შეუძლებელია. და ერდოღანის გუნდის მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ გახდეს რეგიონალური ძალა ამაში, რომ მათ აზრი ვინმე კითხოს. და ბოლო განვითარებული მოვლენები რეგიონში, ისრაელ-ირანის ომი და ცალკე ისრაელის ოპერაცია სირიაში და ლიბანში, და მთლიანად ჰეზბოლას და ჰამასის ჩამოშლას, ხო, როგორც ორგანიზაციის, შეიძლება ვთქვათ, რომ აღარ არსებობს, ხო, ჰეზბოლა და ჰამასი. ამან ისეთი ძვრები გამოიჩინა იმ რეგიონში, რომ თურქეთი გახდა ერთპიროვნული ლიდერი. ხო, რუსეთი სირიიდან გავიდა და თურქებით ჩანაცვლება მოხდა. თურქები არიან ყველა მასში სირიის ყველა სისტემაში არის თურქული მითი ჩართული და ცალკე ირანის დასუსტებაც, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის. რა მხრივ? იმიტომ რომ ირანი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ზანგეზურს, აზერბაიჯანის გამარჯვებას ვერ ინელებდნენ, ასე ვთქვათ, და მუდმივად იყო წნეხი. სულ ახლახანს ირანის ელჩი ერევანში სიტყვით გამოდიოდა და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ისრაელი აწარმოებდა შეტევებს თეირანზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. რაც რეალობას არ შეესაბამება, თუმცა უკვე რაღაცნაირ დაძაბულობას და წნეხს ახდენს ბაქოზე. ხო, და ანუ ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი. საინტერესოა. და ეს ამბიციები რაც აქვს. კი, და ერთს კიდე დავამატებ, რომ რამდენიმე თვის წინ გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები იმუქრებოდნენ, რომ თუ დაიწყება რეგიონალური ომი ისრაელთან, ისინი აუცილებლად დაბომბავდნენ ბაქოს. ანუ სამიზნე იქნებოდა არა თელ-ავივი ან რომელიმე სხვა ქალაქი, არამედ ბაქო. ესეც საინტერესოა. რატო? რადგან თვლიან, რომ აზერბაიჯანი არის უმცროსი ძმა ისრაელის, ან უფროსი, არ ვიცი. საინტერესოა. ხო ამბობენ ამერიკაზე უფროსი ეშმაკი და ისრაელს იგივე თვალსაზრისით აზერბაიჯანსაც უყურებენ. აზერბაიჯანს რამე განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ისრაელთან. მე როგორც ვიცი, ყარაბაღის ომის პერიოდში ძალიან ბევრი სამხედრო შესაძლებლობები იყო ისრაელიდან ჩატანილი. ეთნიკურად ებრაელი ძალიან ბევრი იბრძოდა ფრონტზე. ანუ ისრაელიდან ჩამოსული არა, თვითონ აზერბაიჯანში ძალიან კომპაქტურად ცხოვრობენ ებრაელები. 10 წლებია. და მათ აქვს აზერბაიჯანის მიმართ, ასე ვთქვათ, ესეთი თბილი დამოკიდებულება. და შესაბამისად აზერბაიჯანის და ისრაელის ურთიერთობაც ზუსტად ამ ისტორიულ მეგობრობაზე ყალიბდება და გარდა ამისა არსებობს საერთო მტრის ხატი თეირანის სახით. და ყარაბაღის ომშიც, რა თქმა უნდა, ისრაელმა ძალიან კარგად დაეხმარა ჰაროპებით და სხვა სისტემებით აზერბაიჯანს, რაც აზერბაიჯანმა წარმატებით გამოიყენა სომხეთის წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ ისრაელი არ არის ახლა ზესახელმწიფო ამერიკისავე, რომელსაც ყველა ქვეყანაში აქვს ინტერესი, ანუ აზერბაიჯანში თუ აქვს ეს ინტერესი, ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ ისრაელის ინტერესი აზერბაიჯანში ასევე მიმართულია თეირანის მიმართულებით და ამიტომ ხდება მჭიდრო ურთიერთობა. ისიც საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ რაც დაიწყო ღაზაში ომი, ერდოღანი იმუქრება და ადანაშაულებს ბიბის ყველაფერში, რომ თქვენ გენოციდი დაიწყეთ და რაღაცა, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული ნავთობი თურქეთის ტერიტორიის გავლით, ანუ ჯეიჰანის პორტით მიდის ისრაელში და ესეც არის საინტერესო. ძალიან საინტერესო. ანუ თურქეთმა არ ჩაკეტა ეს გზა. რაღაც ფარული შეთანხმება არსებობს მხარებს შორის. კი, თურქეთს თუ აქვს ეს ამბიციები, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ამ ამბიციების შესრულება შეუძლებელია სომხეთთან ურთიერთობების დათბობის გარეშე. იმიტომ რომ კორიდორი ვერ შეიქმნება, თუ სომხეთთან არ არის გახსნილი საზღვრები და სომხეთი არ არის მოლაპარაკების ნაწილი. აქ საინტერესოა ზანგეზურის კორიდორის როლი ჩვენ რეგიონში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რამდენად ნიშნავს ეს, რომ ის სიტუაცია, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც შენ თქვი, ჯერ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება, რამდენად არის ეს ინდიკატორი და თურქეთის ამბიციები იმისი, რომ თურქეთის ინტერესებში არის, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოაწერონ ხელი საბოლოოდ შეთანხმებას და
დასრულდეს და საზღვრები მთლიანად გაიხსნას აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს შორის. არა, თურქეთი ძალიან დაინტერესებულია ამით და წლებია ცდილობს, რომ აი ეს ორ სახელმწიფოს შორის, ანუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დაალაგოს სხვადასხვა შეხვედრებზე ეს რეალურად იმართებოდა და ერდოღანი გამოდიოდა როგორც მედიატორი ამ ორ ლიდერს შორის. ისიც ითქვა, რომ თურქეთის მთავარი ის არის პირობა არის, წინაპირობა, რომ თურქეთი არ მოაწერს შეთანხმებას სომხეთთან და საზღვრებს არ გახსნის, მაგრამ სანამ არ მოხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება და ერთმანეთის უკვე აღიარება როგორც ორი სუვერენული სახელმწიფო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, თურქეთი ცდილობს ახლა რომ ყველა მეზობელთან დაალაგოს ურთიერთობა. აჰმედ დაუთოღლუს დროს იყო ძალიან საინტერესო პოლიტიკა, ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან და ზუსტად მაშინ ყველა მეზობელი გადაიმტერა თურქეთმა. მარტო საქართველოს იყო ერთადერთი მეზობელი, ვისთანაც პრობლემა არ ჰქონდა. დანარჩენ ყველა მეზობელთან რაღაც დაპირისპირების მარცვალი მაინც არსებობდა. თუმცა ახლა ეს ბოლო 5-6 წელია, რაც მთლიანად შეცვალეს გადაფასება მოხდა, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის და ის სახელმწიფოები, ვისთანაც რეალურად დაპირისპირების პირას იყვნენ, ურთიერთობები დაალაგეს. სირიაში ერთ-ერთი გამარჯვებული ერდოღანი ითვლება რეალურად და ჩავიდა კიდევაც და მისი ოცნება იყო უმაიანთა მეჩეთში ნამაზის შესრულება და შეასრულა. ეგვიპტესთან დაალაგა ურთიერთობები, სისი იყო მისი მტერი რეალურად, იმიტომ რომ როცა ეგვიპტეში ხელისუფლებაში მოვიდნენ სამხედროები გადატრიალების შედეგად, იმათმა დაიჭირეს ძმები მუსლიმების ლიდერები და აწამეს და ერდოღანი ზუსტად მაგ მსოფლმხედველობის მატარებელია ძმები მუსლიმების ალეხვან იბნ მუსლიმუნ და ეხლა ცდილობენ რომ დაალაგონ ურთიერთობები. საბერძნეთთანაც რაღაც პერიოდია ჩაწყნარებული ურთიერთობები და ასე შემდეგ. ცდილობენ რომ რაც შეიძლება კარგად დაალაგონ ურთიერთობები და ამის საფუძველზე შემდგომ გავლენა მოიპოვონ აი ეკონომიკურ და სამხედრო თვალსაზრისით, რაც გააძლიერებს რეალურად თურქეთს, ხო? პრაქტიკულად თურქეთი ორი რეგიონში გავლენისთვის იბრძვის, ახლა თუ სწორედ მივხვდი, ეს არის კავკასიის რეგიონი. უფრო მეტ რეგიონშია თურქეთი რეალურად. ცალკე შეგვიძლია ავიღოთ ბალკანეთის რეგიონი, სადაც ძალიან აქტიურია თურქეთი, ბოსნიის საკითხში, კოსოვოს ამბებში, რის გამოც სერბეთთან ცოტა დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, რადგან თურქეთი კოსოვოს როგორც სახელმწიფოს აღიარებს. ცალკე არის მაღრიბის რეგიონი, რომელიც ოსმალთა ხანაში თურქეთის ტერიტორია იყო, ეგვიპტე, ალჟირი და ასე შემდეგ. შეგვიძლია ავიღოთ ცალკე, კავკასია, რა თქმა უნდა, თავისთავად, ახლო აღმოსავლეთი და ცალკე არის სომალი და რქის რეგიონი, ეგრეთ წოდებული, Horn region. სომალი და ერიტრეა, ხო? და რა მან თუ არ მეშლება კუნძული აქ აღებული თურქეთს 100 წლით იჯარით აიღო და მან სამხედრო ბაზა უნდა აშენონ და საზღვაო ბაზა. ეს საზღვაო სავაჭრო გზების ამბავი იქნება სავარაუდოდ, ხო? სომალი ცოტა რთული რეგიონია, თავისი სპეციფიკა გააჩნია, თან დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მან ტერორისტები არიან. მეკობრეები ტერორისტები. საინტერესო რეგიონი. თურქეთი ცდილობს, რომ მან ძირფესვიანად დაიწყოს თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებას. ძალიან ბევრ რეგიონში ერთდროულად ცდილობს თურქეთი თავის ცალკე იემენშიც არის თურქული ინტერესი, რომელიც ხუსიტებს ეწინააღმდეგება, მეორე მხარე რომელიც არის, სადაც ამერიკასთან სავარაუდოდ საერთო ინტერესები აქვს ხუსიტების წინააღმდეგ. კი, ნამდვილად საინტერესოა და ჩვენ რეგიონს რო დაუბრუნდეთ, ზანგეზურის კორიდორი რამდენჯერმე ვახსენეთ. თუ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ მაყურებელს აუხსნათ, რა არის ეს ზანგეზურის კორიდორი და რა ჩვენ თავს ვიწონებთ ყოველთვის იმითი საქართველები, რომ ჩვენ ვართ კორიდორი, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. არის თუ არა ზანგეზურის კორიდორი საფრთხის შემცველი ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობისთვის, თუ ეს შეიძლება იყოს ერთის მხრივ საფრთხის შემცველი, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც ეკონომიკური პოტენციალის მქონე პროექტი. მე არ ამგონია, რომ ეს რაღაც საფრთხეს უქმნის საქართველოს, ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ ზანგეზურის გახსნის, დერეფნის გახსნის შემდგომ საქართველოს დაკარგვავს თავის
როლს რეგიონში როგორც hubs და სატრანსპორტო კვანძს, თუმცა ეგრე არ არის, ასე არ ამგონია. თავარია რომ ორ სახელმწიფოს შორის მოხდეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და შემდგომ უკვე ყველა ის არსებული მაგისტრალი სატრანსპორტო კვანძი თუ რაც გვინდა, როცა გაიხსნება ის ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან წამოსული ტვირთები გავლენ ზოგი საქართველოს ტერიტორიის გავლით წავა ევროპაში, ზოგი ეგრეთ წოდებული ზანგეზურის გავლით და ასე შემდგომ. ანუ უბრალოდ რომ ავუხსნათ მაყურებელს, გამტარობა ამ კორიდორის გაიზრდება. და შესაბამისად მეტი ტვირთი წამოვა იმის მაგივრად, რომ მარტო იქ წავიდეს. კი, ანუ ცენტრალური დერეფანი არის უზარმაზარი პროექტი, რასაც საქართველოს რეალურად ანუ მთლიანად დატვირთვა რო წავა ამ მიმართულებით საქართველოს მარტო თავისი არსებული გზებით და რკინიგზით ამას ინფრასტრუქტურით, რომელიც ბოლომდე არ არის კარგად მოწყობილი, ამას ვერ გაუმკლავდება, შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია რამდენიმე პარალელური და ალტერნატიული ვარიანტი. ანუ საქართველოს ამ შემთხვევაში მაინც და მაინც არ კარგავს თავის სტრატეგიულ როლს. კი ბატონო. სავარაუდოდ ეს ასე იმაზე ბოდიში ზანგეზურზე ვიტყვი რომ ეს არის ზანგეზური არის აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ შემოთავაზებული ტერმინი, ეს არის სომხეთის სამხრეთი ნაწილი, სომხურად მაგ ტერიტორიას ქვია მეღრი და მან წესით იქ უნდა გავიდეს ის მაგისტრალები და რკინიგზა. ძალიან წვრილი მონაკვეთი არის, რომელიც აზერბაიჯანს ნახჩევანთან გაერთიანებს და შემდგომ უკვე თურქეთზე გავა გზა. კი ბატონო. და თუ საზღვრები გაიხსნება ზანგეზურის კორიდორის საჭიროება რა არის? ანუ გეოგრაფიული ზანგეზური დღეს უფრო პოლიტიკური ამბავი გახდა, რითაც აზერბაიჯანული მხარე ხანდახან წნეხს ასე ვთქვათ ახორციელებდა სომხეთის მიმართ, რომ აწყვებოდა, რომ ეს გზა უნდა გაიხსნას. თუმცა შეიძლება ზანგეზურის საჭიროება არც დადგეს და სხვა უფრო უკეთესი და ალტერნატიული გზებით ისარგებლონ მხარეებმა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთის ტერიტორია მთიანია და შემდგომ და შესაბამისად რაღაც ალტერნატივა მოიძებნება. გასაგებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი და ზოგადად ურთიერთობების დათბობა ჩვენ რეგიონში, აი ძალიან ბევრს საქართველოში, რომელიც არ არის ჩახედილი ამ თემაში და უბრალოდ ზედაპირულად იცის, ამბობს, რომ აი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თუ დაალაგდა სიტუაცია, საქართველოს როგორც ჩვენ თქვი, ამოვარდება თემიდან, დაკარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას. რეალურად ჩვენ რეგიონში სიტუაციის დაალაგება, საზღვრების გახსნა შეუძლებელია ისე ჩატარდეს, რომ ამან ეკონომიკური დოვლათი არ მოუტანოს მთლიანად რეგიონს, იმიტომ რომ ელემენტარული ამბავი რო ავიღოთ რა, სომხეთიდან აზერბაიჯანში წასვლა თუ გინდოდა, ან სამივე ქვეყნის ნახვა თუ გინდოდა, რაღაც გარკვეულ უხერხულობასთან იყო, იმიტომ რომ დაკავშირებული, ან ორი პასპორტით უნდა გეარა, ან რაღაც გაუგებარი იყო, იმიტომ რომ თუ სომხეთში იყავი და მე აზერბაიჯანში გადადიოდი, კითხვები ჩდებოდა და პირიქით ასევე კითხვები ჩდებოდა და ომამდე თუ შემთხვევით ყარაბაღში აღმოჩნდებოდი, პერსონა ნონ გრატა იქნებოდი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვეღარ შედიოდი. ხო და ეს პრობლემები რახან მოიხსნება ტურისტული თვალსაზრისითაც, ეკონომიკური, ყველა თვალსაზრისით, ტურისტული, ლოჯისტიკური, ეკონომიკური, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით რეგიონი წინ წავა. ანუ პირიქით ჩვენ ინტერესშია ჩვენი მეზობლების დაალაგება. კი ბატონო. აზერბაიჯანსა და თურქეთს რომ მიუბრუნდეთ, მაინტერესებს ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ზედაპირულად რო უყურებთ ხალხი ჩანს რომ თითქოს აზერბაიჯანი პატარა ძმა არის თურქეთის. რა ტიპის ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანს და თურქეთს და მათ შორის ბალანსი როგორ არის? ანუ რომელს უფრო აქვს უპირატესობა და რომელს უფრო აქვს ინტერესი ამ ურთიერთობების მხრივ? ნუ ინტერესი ორივე სახელმწიფოს გააჩნია, რადგან ეს ამ ურთიერთობით ორივე მხარე სარგებლობს. ნუ თურქეთი რა თქმა უნდა დიდი ძლიერი რეგიონალური სახელმწიფოა და ნუ აზერბაიჯანი მაინც და მაინც თურქეთს აზერბაიჯანს ვერ შევადარებთ თავისი ზომით და ძლიერებით და როლით. თუმცა აზერბაიჯანი ამ ბოლო წლებში როგორც ვთქვით და ვხედავთ საკმაოდ გაძლიერდა. ნუ ერდოღანის მმართველობის პერიოდში მოხდა აი ეს გარდატეხა და ურთიერთობების ახალ ასეთ განზომილებაში გადაყვანა. ხო, იგივე ის ტერმინი რო არის ორი სახელმწიფო, ერთი ერი.
შეიძლება გაგონილი გექნებათ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ ურთიერთობას აძლიერებს და შიდა აუდიტორიაზეც კარგად მოქმედებს, ხო? იგივე ერდოღანის მთავარი მოკავშირე პოლიტიკაში არის პარტია MHP, ნაციონალისტები არიან ისინი და ზუსტად ამ ლოზუნგების შემდგომ მოხდა ამ ორი პარტიის გაერთიანება და ისინი მოკავშირეები გახდნენ და ერდოღანს ხმას აძლევენ არჩევნებზე. საერთო ინტერესების გარშემო. იმიტომ რომ შიდა აუდიტორიაზეც მოქმედებს და იგივე აზერბაიჯანის შემთხვევაშიც შიდა მოხმარებისთვის ეს კარგად იყიდება. კარგია ეს ამბავი მოძმეერი ორი სახელმწიფო ერთიერი თანამშრომლობა თან სამხედრო თვალსაზრისით და ეს კარგად იყიდება ყოველთვის. ეს თანამშრომლობა მარტო სამხედროა თუ ეკონომიკური ელემენტებიც აქვს ამ? კი რა თქმა უნდა, ანუ ეკონომიკური ფაქტორის გარეშე შეუძლებელია, რადგან იგივე რო ავიღოთ ის გაზსადენი, ნავთობსადენი, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოს გავლით თურქეთში შედის და შემდგომ ტანაპი, რაც არსებობს, მიდის ევროკავშირში. კი ბატონო. ჩვენ ყველა მხარე ამით სარგებლობს. კი, ჩვენ ეხლა ძალიან ესეთ აქტიურ მაგალითზე რო ვთქვათ, აი რუსეთს როდესაც შეექმნა პრობლემები სანქციების გამო მიმართა ჩინეთს, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საშიშროება კი არა, ფაქტები შექმნა, რომ ჩინეთს პრაქტიკულად რუსული ეკონომიკა წვეთოვანზე აქვს შეერთებული და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გავლენა იქონიოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, თუ ამას მოისურვებს ჩინეთი. არის თუ არა ამ ტიპის დამოკიდებულების საშიშროება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის? ანუ ის სისტემა, რაც არის აზერბაიჯანში, გრძნობს თუ არა პოტენციურ საფრთხეს. შეიძლება ეხლა ძალიან კარგად დალაგებულები არიან, მაგრამ პოლიტიკა ერთ-ორ დღეზე არ არის გათვლილი. გრძელვადიან პერიოდში აზერბაიჯანი გრძნობს თუ არა რაიმე ტიპის საფრთხეს თურქეთიდან? ამ ეტაპზე და ამ გადმოსახედიდან რეალურად ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, იმიტომ რომ ურთიერთობები არის ძალიან, უმაღლეს დონეზეა. იგივე როცა დაიწყო ყარაბაღის ომი 2020 წელს, ქალაქ განჯაში იყო განლაგებული თურქული F-16-ები, ხო? ისინი რა თქმა უნდა ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდნენ, თუმცა ეს იყო სიგნალი როგორც მოსკოვისთვის, ასევე თეირანისთვის, რომ თუ თქვენ ჩაერევით უხეშად ამ კონფლიქტში და ბაქოს დაბომბავთ, შესაბამისად თურქეთის როგორც აზერბაიჯანის უმთავრეს მოკავშირეს რეაქცია იქნება დაუყოვნებლივ, ისინი ჩაებმებოდნენ ომში. ხო, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გეტყვი რეალურად რაიმე საფრთხე თუ არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ურთიერთობები მართლა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ როდესაც თურქეთზე ვისაუბრეთ ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა ჩავწერეთ, იქ ნათქვამი ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ ალიევი ასევე ეკონომიკურად ცდილობს გარკვეული თურქული რეგიონების თავის თავზე ჩამოკიდებას, მასთან დაახლოებული ბიზნესმენები ინვესტიციებს ახორციელებენ, აწყობებს, სამსახურებს ქმნიან ასე შემდეგ, რომ რამენაირად ეს ბალანსი, უпростоრედ ბალანსი კი არა, გადაწონონ თურქეთის გავლენები აზერბაიჯანში საკუთარი გავლენებით თურქეთში. რა თქმა უნდა, ახლა ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, რომ პატარა აზერბაიჯანს ამხელა თურქეთზე შეიძლება დიდი გავლენები ჰქონდეს, მაგრამ რამდენად არის დაბალანსებული ეს ინტერესები, ეკონომიკური, ბიზნეს და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ქვეყანას შორის? აზერბაიჯანი აქტიურად წარმოდგენილია თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში. მან ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ნახიჩევანს ესაზღვრება ეს რეგიონი და აზერბაიჯანული ბიზნესი მანდ აქტიურია, ურთიერთთანამშრომლობა და ასე შემდგომ. თუმცა რას ისახავს ეს მიზნად და მაგას რეალურად ვერ გეტყვი. ეს დროთა განმავლობაში მაგას ალბათ ნახავთ. კი ბატონო, გავაგრძელოთ აზერბაიჯანის მოკავშირეების თემა. ჩვენ ვისაუბრეთ ისრაელზე, ისრაელის ინტერესებზე, განსაკუთრებით ირანის მიმართულებით და რატო აქვთ ეს ურთიერთობა. მაგრამ ასევე საინტერესოა მაგალითად აი ევროკავშირის მიმართულებით რა ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანს, როგორ მიუხედავად ყველაფრისა, როგორ ლაგდებიან ევროკავშირთან და რა საერთო ინტერესები არის? თავარი ურთიერთობების დალაგების თავარი პრინციპი არის საერთო ინტერესები.
ხო წლებია ევროკავშირი აზერბაიჯანთან ძალიან რთული ურთიერთობები ახასიათებს ზოგადად, ხო, იქიდან მოდის განცხადებები ევროპარლამენტიდან, ევროსაბჭოდან, რომ აზერბაიჯანში დამყარებულია ავტორიტარული რეჟიმი, ჟურნალისტებს იჭერენ, აკრიტიკებენ ალიევს, თუმცა პარალელურად აქტიურად ევროკავშირის მაღალჩინოსნები ჩამოდიან აზერბაიჯანში და ხელს აწერენ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს, ხო? განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. მას შემდეგ უფრო გაძლიერდა ეს ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის. იგივე თქვი, შარლ მიშელის ვიზიტები ბაქოში, ურსულა ფონ დერ ლაიენის და სხვა ტიპის მაღალჩინოსნების ვიზიტები. კი, ნათელია, რომ ევროკავშირი ჩვენს რეგიონს ზოგადად და აზერბაიჯანს განსაკუთრებით ხედავს როგორც ალტერნატივას რუსული ენერგომატარებლების. ჩვენი რეგიონი პლუს ცენტრალური აზია. კი. სულ რამდენიმე თვის წინ იყო ევროკავშირის დელეგაცია ცენტრალურ აზიაში ჩასული და ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. ანუ ევროკავშირი პლუს 5 იყო, თუ არ მეშლება, შეხვედრის ფორმატი და რასაც თურქულ მხარესაც მოყვა პროტესტი, რადგან ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა ამ ხელშეკრულებაში შეიძლება ითქვას ირიბად აღიარეს თურქეთის მიერ კვიპროსის ოკუპირება. საინტერესო. ხო, რასაც პროტესტი მოყვა. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად რუსეთის სამხრეთით ჩინეთი, ცენტრალური აზია, კავკასიის რეგიონი, თურქეთი და ევროკავშირი პრაქტიკულად ყველა საერთო ინტერესი აქვს, რომ აქ დიდი კორიდორი გაკეთდეს, საიდანაც რუსეთის გვერდისავლით წავა ტვირთები, ნავთობი, გაზი, სხვადასხვა ტიპის პროდუქტები და ასე შემდეგ და იმ შესუსტებულ პოზიციაში, რაც რუსეთი არის ჩართული ომში, რომელიც დასასრული ნამდვილად არ ჩანს, იმიტომ რომ დღესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ისაუბრეს პუტინთან და არანაირი შედეგი არ იყო, რაც მოასწავლებს იმას, რომ შეიძლება უახლოეს მომავალში კიდე გამწვავდეს სანქციები. პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქვეყანა, რომელიც რუსეთს სამხრეთით ესაზღვრება, ერთ საერთო ინტერესში ერთიანდება, რომ აქ გაკეთდეს ძალიან დიდი კორიდორი და მიეწოდოს პრაქტიკულად ევროკავშირ ჩინეთს შორის დამაკავშირებელი გაკეთდეს. კი, ისიც საინტერესოა, რომ სანამ ღაზაში მოხდებოდა ეს მოვლენები, სანამ ის ომი დაიწყებოდა და ჯერ ჰამასის მიერ ებრაულ დასახლებებზე შეტევა და ასე შემდეგ, თურქეთი და ისრაელი უკვე მზად იყვნენ, რომ მომხდარიყო ერდოღანის და ნეტანიაჰუს ბიბის შეხვედრა და რაღაცნაირი პროგრესი ჩანდა ამ ორ სახელმწიფოს შორის მათ ურთიერთობებში და ზუსტად იმ მომენტში მოხდა ეს ჰამასის შეჭრა ებრაულ დასახლებებზე და ისიც ალბათ ამაში ირანის როლი დიდია, რადგან ამან უკვე შეარყია ეს ურთიერთობები და ერდოღანის განცხადებები და ცალკე-ბიბის განცხადებებს თუ დააკვირდეთ, ანუ ამ ორი ადამიანის ერთად დაჯდომა და შეხვედრა ამ ეტაპზე რეალურად შეუძლებელია. ამან შეარყია. ხო, ანუ რუსეთი და ირანი ცდილობენ, რომ აი ეს თანამშრომლობის ხო, ეს ზონა, რასაც ჩვენ თქვით, ხო, ეს სივრცე ევროკავშირი, კავკასია, ცენტრალური აზია, ჩინეთი, ხო, ცდილობენ რომ შეარყიონ, ან თუ შერყევას თუ ვერ ახერხებენ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობდეს ეს პროცესები. კი ბატონო. აქ ასევე იკვეთება ჩინეთის ინტერესები, რამდენად დაინტერესებული არის ჩინეთი, რა აქვთ თუ არა ურთიერთობები აზერბაიჯანთან და რამდენად დაინტერესებულია ჩინეთი ურთიერთობების გაღრმავებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. კი, იგივე ცენტრალური დერეფნის ფაქტორს თუ ავიღებთ, მრავალგანზომილებიანი გახდა ის ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რომ პირველი ტვირთი მატარებლით ჩინეთის ქალაქ სიანიდან ბაქოში შემოვიდა. ანუ ქალაქ სიანიდან გამოვიდა ცენტრალური აზიის გავლით, შემდგომ თურქმენეთში პორტით ბაქოში შემოვიდა ის ტვირთი. ანუ ეს ურთიერთობაც უკვე ძალიან რაღაც მაღალ დონეზე არის უკვე ლოგისტიკური ხაზები უკვე იმართება როგორც ჩანს.
ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი, ასევე ირანის თემა მაინტერესებს. ეხლა, ირანი რომელსაც შეიძლება ინტერესში ქონოდა ამ ურთიერთობების გაწყვეტა, ის ირანი პრაქტიკულად ეხლა აღარ არის სახეზე. მთლიანად დემილიტარიზებული ირანი გვაქვს, რომელმაც გამოაჩინა, რომ ის სამხედრო რესურსები, რაც ჰქონდა, ეს იყო ბუტაფორია საბოლოო ჯამში. ის რესურსი არა აქვს, რაც რეალურად უნდა ქონოდა. მეორეს მხრივ მან ნახა, რომ ისრაელთან სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა, ამერიკასთან დამარცხდა და სამხედრო დომინაცია წესით მათ უახლოეს გეგმებში აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი არის. როგორც ახლა ვთქვით, რომ რუსეთი და ირანი გაერთიანებული არის საერთო ინტერესით, რომ ამ რეგიონში მოკვდეს ის აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი. ამ განვითარებების ფონზე, რაც ახლა მოხდა ირანში. როგორ ფიქრობ, ეს ინტერესი შეიცვალა თუ არა და ეცდება თუ არა ირანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტრამპმა დაანონსა და თქვა, რომ შეიძლება სანქციები მოხსნას ირანს, შეიძლება თუ არა მის ინტერესებში შედიოდეს, რომ გახდეს ამ კორიდორის ნაწილი და რამენაერად პატარა წვლილი თვითონაც, რაღაც სარგებელი თვითონაც ნახოს იმის მაგივრად, რომ რუსეთთან ერთად გაერთიანდეს ამის წინააღმდეგ. ის ბოროტების ღერძი, რასაც ქვია, ხო, რასაც ირანი აშენებდა მთელი ეს წლები, მოშლილია, რასაც უყურებთ ეს პერიოდი, რადგან ყველა სახელმწიფოში, სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში ირანს ყავდა თავისი პროქსი ძალები. ღაზაში ჰამასი, ლიბანში ჰეზბოლა, ცალკე იმის სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ყავდა პროქსი ძალები, გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც შეიარაღებას და თანხებს აწვდიდნენ იმ ადგილობრივ ბელადებს თუ ტერორისტულ დაჯგუფებებს და ცალკე იემენელი ხუსიტები. ახლა შეგვიძლია თქვა, რომ ამ ომების და სპეცოპერაციების შედეგად ეს ღერძი მთლიანად მოშლილია და ზღვაზე გასვლა დაკარგა ირანმა, თურქეთმა ჩაკეტა მთლიანად სირიის შემთხვევაში ეს გზა და ის ღერძი, რომელსაც აშენებდა წლები, უკვე მოშლილია და ირანმა მთლიანად დაკარგა ის ძალა, რითიც აშენებდა რეგიონალურ აქტორებს, როგორც არის საუდის არაბეთი, ან ისრაელი, ან სხვა სახელმწიფოები. ეს დიდწილად ისრაელის დამსახურება არის, იმიტომ რომ ირანის მთავარი მიზანი იყო დიდი რეგიონალური და ან გლობალური ომის შემთხვევაში ამ პროქსი ძალების გააქტიურებით ისრაელზე და სხვა სახელმწიფოებზე შეტევის განხორციელება. ასევე 10 ფრონტზე და 30 ფრონტზე ისრაელი მარტო, რა თქმა უნდა, ამ ომს ვერ გაუმკლავდებოდა და ძალიან გაუჭირდებოდა. თუმცა ისრაელმა ძალიან ჭკვიანურად და წერტილოვნად დაარტყა ყველა ამ პროქსი ძალას და გაანადგურა და შემდგომ უკვე ირანზეც განახორციელა ის დარტყმები, რაც ჩვენ 12 დღის განმავლობაში უყურებდით. და ირანი შეგვიძლია თქვა, რომ მთლიანად ამოვარდნილია კონტექსტიდან. რაც შეეხება კითხვას, ირანი შეეცდება ახლა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ამას არ იტყვიან, იმიტომ რომ შიდა მოხმარებისთვისაც ჭირდება ის მტრის ხატი, რაც არსებობს, ხო, ეს წლებია ისლამური რევოლუციის შემდგომ ამერიკის და ისრაელის ფაქტორი. თუმცა კულუარებში, რა თქმა უნდა, ირანის წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ ამერიკასთან რაიმე ტიპის შეთანხმება დადონ და ის საფრთხე აიცილონ, რაც ამერიკისგან ან ისრაელიდან მოდის. კი, ძალიან საინტერესო ირანის როლი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რატო არ იდებოდა რუსეთზე იმ დონის მძიმე სანქციები ნავთობზე და გაზზე, რაც შესაძლებელი იყო, რომ არ არის ალტერნატივა და იმ ქვეყნებს ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ყიდულობდნენ რუსეთისგან მიუხედავად ყველა სანქციისგან, არ ქონდათ ალტერნატიული წყარო. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ურთიერთობების გადახედვით, რაც ისრაელს და ირანს შორის კონფლიქტის შემდეგ მოხდა და ტრამპის მიერ დაანონსებით, რომ ჩინეთს შეიძლება უკვე ნავთობი იყიდოს ირანიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ გზა ეხსნება ძალიან სერიოზულ სანქციებს რუსეთის მიმართ. და ეს ამით, რა თქმა უნდა, ირანი იხეირებს დიდი ალბათობით. გარდა ამისა, ეც ვიტყვი, რომ ერთი კიდე მარშრუტი ალტერნატიული ყალიბდება,
რომელიც გულისხმობს ყატარის გაზის მიწოდებას ევროკავშირის ბაზრებზე სირიის, ერაყის და სირიის ტერიტორიის გავლით, რომელიც თურქეთში შემოვა, რადგან თურქეთი ცდილობს რომ გახდეს ეს ძლიერი ჰაბი რეგიონალური და შემდგომ გადანაწილდება ევროკავშირის სახელმწიფოებზე. ასადის და ერაყში არსებული ირანის პროქსების შემთხვევაში ამ პროექტის ჩამოყალიბება შეუძლებელი იყო. თუმცა ახლა გზა გაეხსნა, ასადი აღარ არის, ალ-შარა მზად არის, რომ ლეგიტიმურობის მისაღებად ცდილობს, რომ ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობები დაალაგოს და თურქეთიც ადგილზე ძალიან მძლავრად არის წარმოდგენილი და ეს ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ ესეთი ახალი პროექტი. კი, ძალიან საინტერესოა როგორ ხდება უცებ იმ ქვეყნების მხრიდან ურთიერთობების დათბობა დასავლეთთან, რომლებიც პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა რა ამ პერსპექტივაში, რომ ამერიკასთან და ევროკავშირთან მოუნდებოდათ ურთიერთობების დათბობა, მაგრამ ინტერესები ყოველთვის ინტერესებია, ამას ვერაფერს ვერ უშუალო, არანაირი ისტორიული მეხსიერება ვერ გადაწონის, ასე ვთქვათ, ინტერესებს. ირანიდან სანამ გადავალთ სხვა თემაზე, უბრალოდ მაინტერესებს 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში. ეს ადამიანი უბრალოდ აზერბაიჯანელი თურქები, ასე უფრო სწორია. აზერბაიჯანელი თურქები კი, თავიანთ თავს თურქებს უწოდებენ ეგად. რეგიონს ქვია აზერბაიჯანი. გასაგებია. და რეაგირებენ თუ არა ისინი აზერბაიჯანის პოლიტიკაზე? თუ ეს არის აბსოლუტურად იზოლირებული აზერბაიჯანისგან ჯგუფი, რომელსაც უბრალოდ ქვია რეგიონს აზერბაიჯანი და ესენი ეთნიკურად არიან. ისინი ძალიან აქტიურად არიან იმ ხრივ, რომ თქვათ ყარაბაღის ომის დროს მდინარის აქეთ მხარის მოსახლეობა იდგა და უყურებდა, როგორ მიმდინარეობდა ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. და ისინი, ასე ვთქვათ, არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, პირდაპირ ბალიშიკობდნენ აზერბაიჯანელებს და სხვადასხვა შეძახილებებით მდინარის იქით მხარიდან, მდინარე არაქსის ან არაზის, როგორც არის თურქულ ენაში, შეძახილებს ყвиროდნენ და აზერბაიჯანს უცხადებდნენ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას და სიყვარულს. ძალიან მიუხედავად იმისა, რომ 30 მილიონზე მიდის საუბარი, ძალიან ისეთი დაჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფია, იმიტომ რომ წლებია ისინი ჩაგრებიან თავიანთ ენაზე, ანუ თურქულ ენაზე, ან აზერბაიჯანულ ენაზე, როგორც გვინდა ისე უწოდოთ, განათლების მიღება არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ირანის ცენტრალური ხელისუფლება მათ უკრძალავს თურქულენოვანი, ანუ თურქული სახელების დარქმევა შვილებისთვის. ანუ მაინც და მაინც ან არაბული უნდა იყოს, ან სპარსულ ყაიდაზე რაღაც ისეთი სახელი უნდა იყოს. ანუ თურქული ტიპის სახელების დარქმევა არ შეიძლება. და ისინი განიცდიან ამას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი პოლიტიკაში წარმოდგენილი არიან, ანუ გუშაქთა კორპუსშიც არიან, პარლამენტშიც წარმომადგენლობა ყავს. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ მათ ყავთ ძალიან ძლიერი გუნდი, ტრაქტორი. გეცოდინებათ საფეხბურთო კლუბი, ის გახდა ირანის ჩემპიონი და ამას ძალიან მთლიანად თაბრიზის რეგიონში, აზერბაიჯანის რეგიონში, ირანის აზერბაიჯანის რეგიონში, ამას მთელი რეგიონი ასე ვთქვათ აღნიშნავდა. იმიტომ რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება და ამით ცდილობდნენ ხაზგასმას იმაზე, რომ ჩვენ ეთნიკურად სულ სხვა ჯგუფი ვართ და ჩვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა ამას მივახციეთ. და ამ გამარჯვებების ფონზე რაც ალიევს აქვს და რომ დაწყნარდება რუსეთთან ურთიერთობების სიტყვაზე დაალაგდება სომხეთ-აზერბაიჯანის სიტუაცია, არსებობს შანსი რომ მოიცალოს აზერბაიჯანმა ამ ეთნიკური ჯგუფისთვის და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამ პოლიტიკა შეიქმნას იმითი თუ იმ მიმართულებით რომ მოძლიერდეს ეს ეთნიკური ჯგუფი და დიასპორა იქ. უბრალოდ იცით რა არის, ხშირად ამბობენ ხოლმე, ირანი დაიშლება და იქ არსებული ერები განთავისუფლებიან და ყველა იქნება ბედნიერი და რეალურად ეგრე არ ხდება. ჩვენ ხედავთ, როცა სახელმწიფო და მისი სტრუქტურები ჩამოიშლება და ის ხდება fail state-ი, მაგ შემთხვევაში განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მაგას რა შეიძლება მოყვეს, ხო, რა საფრთხეები. და ისე ერთ დღეში რომ ირანს დაშლი და იქ ჩამოაყალიბებ ახალ აზერბაიჯანს ან რაღაც არაბულ ან ქურთისტანს ან რაღაც არაბულ სახელმწიფოს, ეგ ცოტა არარეალურია და არასერიოზულია. თვითონ აზერბაიჯანსაც ეგეთი რაღაც არ ჭირდება, ხო? 30 მილიონზე მიდის საუბარი. ანუ 1 მილიონზე და 2 მილიონზე არ არის, ხო? იქ მაგ ადამიანებს რაღაცნაირად უნდა მით უმეტეს წლებია სულ სხვა რეჟიმში ცხოვრობენ. უფრო ჩაკეტილი რეჟიმია, ისლამისტურია, თან ისლამის ყველაზე ესეთი დამახინჯებული ფორმით, რაც რეჟიმი ახერხებდა ეს წლები და
ცოტა მერთულება ამაზე პასუხის. ანუ ინტერესიც შეიძლება არ იყოს ხო, ანუ ინტერესი შეიძლება იყოს ადგილზე გავლენა, ან რაღაც ბენეფიტების მიღება, თუმცა აი ასე ცალკე სახელმწიფოს ჩამოყალიბება და რასაც მედიაში მესმის ხოლმე აი ჩამოყალიბდება რამდენიმე ერთეული ირანის ტერიტორიაზე. ეგ ცოტა არასერიოზული ამბავია. არასერიოზულია და ძალიან ფეთქებადი საკითხია. კი, ზოგადად ქვეყნის დაშლა საბჭოთა კავშირმა აჩვენა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს. იგივე ერაყი რო ავიღოთ, ხო, რეალურად სამ ნაწილად არის დაყოფილი, ცალკე შიიტური, სუნიტური და ქურთების პროვინციები და ამერიკელების შეჭრის შემდგომ იქ ის შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი არ დასრულებულა, იგივე ISIS-იც იქიდან წამოვიდა ზუსტად. კი. ხო, ძალიან რთული ამბავია ზოგადად, ანუ საფრთხეს შეიცავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც დასავლეთმა უამრავი ფული ჩადო იმაში, რომ რუსეთს შეენარჩუნებინა რაღაცა ტიპის ძალაუფლება, რომ მთლიანად არარეულიყო რეგიონი და ამანაც არ უშუალოდ 90-იანებმა ყველა ქვეყანაზე იქონია გავლენა. დასავლეთს რეალურად არც უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა იმ ფორმით, რა ფორმითაც დაიშალა. ხო, ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც თვითონ სახელმწიფო იმდენად უგუნურ საქციელზე არის გადასული და იმდენად არასტაბილურ პოლიტიკას ატარებს, რომ სხვა შანსი არ არის, რასაც ეხლა უწინასწარმეტყველებენ რუსეთს ამ ომის, ხო, ახლო მომავალში ამ ომის შედეგად, იმიტომ რომ აშკარა ეკონომიკური პრობლემები არის და მწვავდება ყოველდღიურად და ომის დასასრული არ ჩანს და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა დაშლა ძალიან რთული რაღაცაა, მაგრამ ქვეყანამ თუ ისე აწარმოა თავისი პოლიტიკა, რომ სხვა გზა უკვე აღარ რჩება, ეგ არის ხოლმე შედეგი. რო შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, საინტერესოა აზერბაიჯანი თავის თავს როგორ ხედავს და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მიზნები ამოძრავებს. ანუ ჩვენ შევჯამდით იმაზე, რომ ისინი არ ატარებენ რეაქტიულ პოლიტიკას, უფრო წინ დახედული, კარგად გააზრებული პოლიტიკა არის და როგორ ხედავს აზერბაიჯანი თავის თავს და გრძელვადიან პერსპექტივაში რის მიღწევას ცდილობს? ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ რუსეთი რეგიონიდან ნელ-ნელა გადის. რუსეთი სუსტდება და ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ ის, რომ საერთოდ გავა რეგიონიდან და ჩვენი სამი სახელმწიფო სულ სხვა და ახალ რეალობაში აღმოჩნდება. აზერბაიჯანული მხარე, მათი ხელისუფლება ცდილობს, რომ ის კონტროლი არ დაკარგოს, რა რის მშენებლობაც მიდიოდა ხო ეს 30 წელი, 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან, აი ეს ნაბიჯ step by step მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ძალიან მე რომ მკითხოთ, ძალიან ისეთი კარგად გააზრებული ნაბიჯებია. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი იმის შენარჩუნებას და უფრო გაძლიერებას, ხო, აზერბაიჯანს უკვე არ უყურებენ როგორც რეგიონალურ სახელმწიფოს, ის უფრო ფართო კონტექსტშია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელის და სირიის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ბაქოში მიმდინარეობდა, ხო, სულ რამდენიმე წლის წინ ასეთ რაღაცაზე ფიქრი ან მისი გააზრება წარმოუდგენელი იყო, თუმცა დღეს აზერბაიჯანი იმდენად ძლიერია და ისეთი სანდო პარტნიორია ისრაელისთვის, რომ მისი წარმომადგენლები და ალ-შარას წარმომადგენლები ბაქოში აწარმოებენ მოლაპარაკებებს. იგივე თურქეთი და ისრაელი სულ ახლახანს ბაქოში აწარმოებს მოლაპარაკებები, რადგან ძალიან ბევრი საკითხი არსებობს ამ ორ სახელმწიფოს შორის, რაზეც ვერ თანხმდებიან და პატარა ბაქო იყო ამ ორი რეგიონალური ძალის შორის მედიატორი. ანუ ამას ცდილობს, ამის მიღებას ცდილობს ბაქო. ანუ გლობალური გავლენები, ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და რა თქმა უნდა ენერგორესურსების მიმართულებით და აი ეს ცენტრალურ მაგისტრალებზე კონტროლი და გატარება, რაც მოდის ცენტრალური აზიიდან და არა მარტო. კი ბატონო. იმის ფონზე რომ რუსეთი სუსტდება და შეიძლება საერთოდ ამოვარდება კონტექსტიდან. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.